დღეს ჩვენ ვნახავთ სასტუმროებს, რომელშიც დარჩენა შეგიძლია უფასოდ და ასევე ვნახავთ სასტუმროს, რომელშიც დარჩენა სულ რაღაც $175,000 შეგიძლია. დამიწერე კომენტარებში შენ რომელშიც დარჩებოდი. პირველი სასტუმრო არის Glassbox-ი, რომელიც არის იბიცაზე და ასე გამოიყურება. შედიხარ ჩვეულებრივად და არის სულ გამჭვირვალე. ანუ ყველა შეუძლია შენი ნახვა. ლობიში ხარ, წევ ხარ, ჩვეულებრივად გავლილ-გამოვლელები არის აუთაშორნი არიან. და შეუძლიათ ფოტოებს გადაყენება. ასეთში დარჩებოდი თუ არა და მით უმეტეს პარტნიორთან ერთად დარჩებოდი თუ არა. წარმოვიდგინე, იბიცაზე ხარ, თან უფასოდ. ოღონდ ერთი ღამე ხარ უფასოდ. და რატო გაუჩნდა სასტუმროს ამის იდეა, რომ Glassbox-ი შექმნას და გამოგფინოს როგორც ექსპონატი. იმიტომ რომ ეს არის არტ ჰოტელი. ანუ შენ თვითონ ხარ ექსპონატი და ხელოვნების ნიმუში. როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ყველა ადამიანი ხედავს ამას. მე რას გავაკეთებ? მე შევიდოდი, ავიღებდი ბალიშებს, გადასაფარებას და წავიდოდი ტუალეტში დავიძინებდი. მედია ტუალეტი მაინც არა გამჭირვალე. შემდეგი სასტუმრო არის პაკისტანში, რომელიც ღირს 75 ცენტი ღამეში. და ესე გამოიყურება. ლოგინიც კი არა, თოკები არის გაბმული. ანუ იმივითაა, ჰამაკივითაა, ჰამაკზე გძინავს. ოღონდ რომელიც გაჭიმული არის კინებზე და ერთ ოთახში თუ აივანზე თუ ტერას რა დავარქვა არ ვიცი ამას. ძინავს ძალიან ბევრ ადამიანს შენთან ერთად. აი ახლა ტუალეტ. შენი მე სერიოზული გაგრეფლექსი მაქვს მებო ვიღაცას რო ხედავ რომ გული ერევა ან რაღაცა ეგეთი მეც გული მერევა შეიძლება თავისუფლად გული ამერიოს იქვე ადგილზე დაჟე ამ სასტუმროში კვირებით რჩებიან ხოლმეო მოგზაურები რატო რა გაჭირვება აქ რო არ დავრჩე ფოლოუს 4-ში მქონდა ასეთი ბაზები ფათაშორის მე ბევრი YouTube არხის მფლობელი კაცი ვარ მაქვს მუსიკალური არხი მაქვს ტეტრისი მაქვს ეს არხი და ასევე მაქვს ლაივების და გეიმინგ არხი რომელსაც ვაპირებ რომ აღვადგინო და დამიწერეთ კომენტარებში გინდათ თუ არა ჩემი გეიმინგ ვიდეოები და ლაივების ნახვა გადადით გამოიწერეთ რაც უფრო მეტი გადახვალთ მით უფრო გამიხარდება და ეს არხიც რომ გამოიწეროთ ძალიან შემდეგ სასტუმრო არის Book Hotel-ი იაპონიაში ეს არის ბიბლიოთეკა მანგას ჩვეულებრივი წიგნების კომიქსების და ასევე არის კაფსულ ჰოტელი ანუ შეგიძლია იქ შეხვიდე თან იკითხო და დარჩე კიდევაც აი ესე Attack on Titan-ის მანგა იყო აქ სულ მანგას ფურცლებია და აი შეგიძლია კაფეც ყოფილა შეგიძლია ჭამო დალიო დაისვენო და იკითხო და ეს ყველაფერი ღამე დაგიждდება $20 ანუ $20 იაფია მაგრამ ჩემი აზრით $20-ად არ გაგიხარდებოდა ფიცარზე წოლა რაღაც კაფსულაში შემდეგი სასტუმრო არის ლონდონში და არის გადასაზრდი კონტეინერი გადაკეთებული სასტუმრო რომელიც ერთი ღამე გაიკვირდება და ღირს 67 ფუნტი. შეგიძლია როგორი არის? ანუ საერთო სასადილო აქვს, როგორც აბას თემატური საღამოებიც არის ხოლმეო. პატარა ესეთი ოთახი არის. ვერაფერს დიც ვერ მოითხოვ. ტუალეტი აბაზანა ყველაფერი აქვს, მაგრამ არ აქვს ფანჯარა. შენ არჩევოდი 67 ფუნტად ამ პატარა ვიწრო კონტეინერში, სადაც ფანჯარა არ არის. და შეიძლება თემატურმა საღამოებმა გაგაღვიძონ შუა 67 ფუნტი იაფი არა, მაგრამ როგორც გავიგე, ლონდონისთვის ძალიან კარგიაო. როცა შენი საკუთარი აბაზანა და ტუალეტი გაქვს. შემდეგ სასტუმრო მდებარეობს კანადაში და არის თემატური სასტუმრო. 3 ნიშნა რიცხვებზე გადავედით და ეს დღის $150-დან $170-მდე და ასვავ კითხვას. რა შეიძლება ამ ფასად მოვიდეს? ოთახის თემა არის moon landing-ი. თვარეზე დაშვება. აი ხომადი თურმე საძინებელი ყოფილა და იქ არის გამოკიდებული ასტრონავტი. ახლა ნახე როგორ რაღაც არის გძინავს და ამას უყურებ. მას ხედავ თვას ვახილ და ზედრო ასტრონავტია ეს მოფრინო შეგედა გაკედა. აი ქვერ დავიძინოთ. ნახე მაგრა შემეშინდებოდა იმინა. აი ჯაკუზი ნახეთ მაგრამ ტუალეტისა და ტუალეტი. შემდეგ გადავიდეთ ამერიკაში, Black Swan-ში, სადაც ასევე თემატური სასტუმროებია, მაგრამ ამჯერად ეს დღის $230. ნახე, თითქოს ღვიმეში ხარ. ეს ორბის სარკეები როგორ მეზიზღება. ორბის სარკეები. ჯაკუზი აქაც გვაქვს და ყველაფერი პანტერის ტყავშია, რატოღაც და ზევით გაქვს ვარსკვლავები.
$230 თუ გაქვს, ჩემი აზრით, რაღაც განსაკუთრებული თუ გინდა და caveman-ობა თუ გინდა და პიროყოფილობა შეგიძლია წახიზია. აი ახლა უკვე საინტერესო ხდება. ის ხო ღირდა $230. სულ რაღაც $20 წაამატე. ჩინეთში შეხვალ ასეთ სასტუმროში. ნახე, აუზიც გაქვს. ბარიც გაქვს. საძინებელიც გაქვს, რახედი გაქვს, საერთოდ ყველაფერი გაქვს. ნახე რა ტუალეტი. ნახე რა მხილ. და ჩამოსაშლელი ტელევიზორიც გაქვს. თავისი აუზი აქვს, რომელსაც სიმულაცია აქვს შტორმის, ანუ ეს ცალკე უნდა განახო. ნახეთ რა მაგარია. ანუ სხვადასხვა იმაში. Короче, ფილმში ხარ, აუზში ხარ, მაგრამ თან ფილმში ხარ. $250. აი $250 და აქ ჩაოლებრივად წავიდოთ. მოდი ახლა გავაორმაგოთ ის ფასი რაც გავიგეთ და გადავიდეთ ჩინეთიდან ნიუ-იორკში. სამბჯენები ცავსა ქალაქში. ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქში სოფლიოში. აი ეს არის შობაზე $500 სასტუმრო. სამი ნაბიჯი არის სასტუმრო. არა, ვიცოდი ნიუ-იორკის ფასებზე და ვიცი რომ პატარა ოთახები არის ზვირად, მაგრამ ასეთ ზვირად რო ასეთი პატარა რაღაც გამოჩნდება და ნახდად არ მეგონა. ვიცი რომ ზოგიერთ მიყურებთ ამერიკიდან. იმენა ნიუ-იორკში ვინც ცხოვრობთ. რა ხდება, როგორი სახლებია, როგორი ფასებია, გაბარგვით, რამე გამიწევი. გადმოვიდეთ ამჯერად უკვე შუა აზიაში და წავიდეთ ყატარში. რაც ერთი ღამე ამ სასტუმროში ღირს $1000. ლამაზი არის. კი ბატონო. მაგრამ კარგი, ლამაზი ოთახი ქონია კიდე საძინებელი. გარდერობი ქონია, რომელშიც შესვლა შეგიძლია. ტუალეტი თავის ტირება. მე მგონი ღირს, ხო იცი $1000. და საჭმელი მოაქვს შენთან ოთახში. კარგია, მაგრამ $1000 რატო? კი, კარგად აღჭურვილი ოთახია, მაგრამ $1000. რავი, მოგზაურებ ვინც ხართ, ეს მართლა $1000 ღირს ახლა. ჩაოლებრივად ჩდება იმ სტანდარტებში. თუ ძალიან ღარიბი ადამიანი ვარ და ეგრე ვფიქრობ, ან ჩინეთს ვადარებ ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ავალ ფასებში ძალიან მაგარი რაღაცები მოდის მანდ. იქვე გადავიდეთ საუდის არაბეთში და წყალზე გაშენებული სასტუმროები ვნახოთ, რომელიც აი ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზი კი არა, მაგრამ ნახოთ შეგმინდა როგორი არის, რატო ღირს $5000 ერთ ღამეში. ეს ვისო წყალზეა. გადახტობა შეიძლება წყალში. კი ბატონო. აი მისაღები გვაქვს, დიდი პლუსი მისაღები არის. მისაღებშივე არის საძინებელი. ტუალეტიც ხო არა იქვე უნიტაზი. აი აბაზანაც მისაღებშივე არის, მაგრამ დუშკაბინა და ტუალეტი მოგიხსენებათ ცალკე ოთახში არის და გაქვს აუზი. აუზი და იქით ზღვა. ორი კაცი არ უნდა წახვიდეთ აქ კიდე ერთი ტუალეტი. ხო, არა, ორ კაციანი არ არის. ბევრი უნდა წახვიდეთ. კონცეფტი არის მოკლედ კარგი, რომ წყალზე ხარ ზევიდან და კიდევ ერთი საძინებელი. ხო, ანუ ორ კაციანი ნახდად არ არის აქ. 3 ტუალეტი დავითვალე, 2 საძინებელი დავითვალე, 3 ლოგინი დავითვალე. ნაგაშენად ღმერთმა რამდენი ხარ. ვაუ, შვეიცარიაში $10000. ნახე, რა მაგარი სასტუმრო მოდის. ვაუ. ჩოლები ბებოების რეაქცია Facebook-ზე AI რო არის. აი $10000 და აქამდე რაც იყო, ეს არის ბავშვების სათამაშო. ახლა გადავიდეთ ნამდვილ ფულზე. დაგვჭა 2 სასტუმრო. სასტუმრო საინტერესოდ პენინსულა ქვია და არის ლონდონში და ღირს $44000 ფუნტი. ეგ შენი $60000. გარეთ რა თქმა უნდა, ბუგატი აყენია. პირველ ნახე პიკაპ G-Class. ძალიან ჩამორჩი ყველაფერს. აი ეს ამხელა რამდენი ოთახია? თავისი ოფისი აქვს, ხდომის ოთახი. კაი, პრეზიდენტის დაჟე თავისი VIP ლიფტიც ქონია ბიჭუნას. პაპატიე შეს პლანეტაზე რო ვცხოვრობ. პაპატიე სადვიშო ამდენი ფული სად აქ რო დავჭერ ერთი ხამე. აი რატო უნდა ბიდოდეს თუ მართლა პრეზიდენტი არა ვარ 300 დაცვით და 7000 კაციანი თიმით მოვდივარ, მაგრამ 44000 ფუნტი, ძალიან ბევრი, $60000 ძალიან ბევრი. სადაც ჩავდივარ, სახს ვიყიდი $60000 და მანდ ვაცხოვრებ ხალხს. ეს აი
მეც არ ვთქვი ახლა თავი რატომ აქ ტვინი აღარ მეტევა თავში ტვინი არ მეტევა მაგიტომ აქ მაგხელა ბოლო არის luxury submarine hotel რომელიც არის წყლისქვეშა გემი ვიდეოები ვერსად ვერ ვნახე მაგრამ მოვიძიე რომ არსებობს ეს მართლა და უკლედ რომ თქვა წყლისქვეშა გემზე შედიხარ და რაც წარმოგიდგენია რომ არის ეგ არის წყლისქვეშა გემზე ხარ აი ფოტოები ესენი ვნახე მარტო $175,000 ღირს ერთი ღამე მან. არ შეიძლება ითქვას ერთი ჩაყვინთვა. აი რამდენი უნდა მქონდეს რომ $175,000 მივწე მაგაში. ერთი ვინმეს არა გაქვთ მაგარი სასტუმრო. ერთხელ დამპატიჟე. რაღაც ექსტრაორდინალურში დამპატიჟე. გავშალო ხელფეხი რაღაც რო დავისვენ, დავიღალე, აქედან ვტკბები. აი აქედან ვუყურებ და ვტკბები. უი, კარგი. მე ადამიანი არა ვარ. თქვენ ჩემსავით დაიგრუზეთ. გამოიწერეთ არხი ვიდეო და ლაიქეთ. 64,000 ჯერ მადლობა 64,000 გამომწერს. ძალიან ცოტა დაგვრჩა 70,000 და გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო და ასევე გამოიწერე ჩემი გეიმინგ და მუსიკალური არხი. უი, ტექნო ძალიან გაიტრენდა. ამჟამად 62,000 ნახვაზეა. მალე ავსულიყავით 67,000. მაგრამ ისე მალე ვითარდება ყველაფერი. დღესვე ალბათ ჩემი აზრით როცა ამას ვიღებ. კარგად იყავით.